მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ვნახოთ ჩვენ რა ძალიან მკვეთრად შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში. სულ მალე არის, ერთი თვე, სამ თვემდე, აი ასე ავიღოთ. ახლა ვნახოთ ჩვენ რა ხდება ახლა თქვენთან, ანუ ვისთვის იქნება გაშლა. მოდით ვნახოთ, უცბად სიგნიფიკაციას გავაკეთებ. რა იქნება თქვენთან? ისეთი საინტერესო. რა იქნება, მეთქი ვისთვის იქნება ღმერთო ჩემო. ეხლა რა ენერგიებში ხართ? რა ენერგიებში ხართ? აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გაიმარჯვოთ, თქვენ აქ ვიღაცამ გაიარეთ. ძალიან ძლიერი კარმული გაკვეთილები, თუ რამე შეიძლებოდა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები რა. თქვენ ახლა უკვე იცავთ თქვენ საზღვრებს, თქვენ ახლა უკვე გაიმარჯვეთ ბევრ რამეში, თქვენ უკვე ხართ ადამიანი, რომელიც მართლა იცის თავისი ფასი, ადამიანმა, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია და კიდევაც აქ როგორ არის, იცი, როგორი სიტუაცია არის თქვენთან ახლა? ანუ მე არავის არ მივცემ უფლებას, რომ უკვე უსამართლოდ მომიქცეს, იმიტომ რომ მე იმდენი რამე გადავიტანე, იმდენი რაღაცები გამოვიარე, უკვე იმდენი რაღაცები ვისწავლე, რომ ნამდვილად არავის არ მივცემ უფლებას, რომ უსამართლოდ მომიქცეს რა. აი ეგეთი ენერგია არის აქ. კი, იმიტომ რომ კი ბატონო, ხა პროსტა ხობა კარტი მიდასტურებს რა. გქონდათ თქვენ ბევრი დრო იმისთვის, რომ თქვენ მჯდარიყავით ხა ისეთ ენერგიებში, როცა გქონდათ საშუალება, რომ გეფიქრათ თქვენს თავზე, ხო? გეფიქრათ თქვენ ცხოვრებაზე, გეფიქრათ, ანუ შეიძლება даже ხა თქვენ აქ არის ერთგვარი გამოსვლა სტაგნაციიდან რა, როცა სტაგნაცია არის, შეიძლება თქვენ სამსახურშიც დადიოდეთ, რაღაცებს აკეთებდეთ, ხა რა თქმა უნდა, აქ უსაქმურად ადამიანი არ იჯდა 100%-იანი, უბრალოდ გქონდათ ისეთი პერიოდი, როცა თქვენ რაღაცას აი აანალიზებდეთ, ფიქრობდეთ, შეიძლება ზოგმა დაიწყეს რაღაცა საკრალური ცოდნის შეძენაც რა, ანუ იმიტომ რომ დაუშვოთ მარტო, ანუ აქ კარმული კანონებით შეიძლება თქვენ უკვე გაიგეთ, როგორ მუშაობს კარმა. და ნამდვილად ეს იმიტომ სიტუაციები ისეთი ქონდა ცხოვრებაში, რომელმაც მიგიყვანეს თქვენ, ამ თქვათ დასკვნამდე, რომ კიდე მარტო თქვათ მიწიერი არა, რაღაცა კიდე არსებობს საკრალური და მოდი ესეც გავიგო და შეიძლება ეგეც შეისწავლეთ. მედიტაციებსაც აკეთებთ თქვენ აქ, ან პრაქტიკებს რაღაცებს აკეთებთ, მაგრამ აქ არის ეკოლოგიური, აქ არ არის რომ თქვენ ახლა ჩარევები და რაღაცები, არა, აქ ადამიანი მუშაობს თავის თავზე. მე მაინტერესებს გავიგო მე რატომ მემართება, ან даже უფრო სწორედ რისთვის მემართება, მე ის რაც მემართება რა, ჩემი მაინტერესებს ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენ გვაძლევს მაგის ბიძგს პარტნიორი. ადამიანი, რომელიც ნამდვილად აქ იყო, კი ბატონო, აქ იყო სიტუაცია, შეიძლება გქონდა თქვენ ურთიერთობა ადამიანთან, რომელმაც ახლა ბევრი ტკივილიც მოგაყენათ, ბევრი რაღაცები ისეთი გააკეთა, თქვათ, შეიძლება არასე სიამოვნო, მაგრამ როგორც მე ყოველთვის გეუბნებით, აქ თქვენ უნდა იყოთ მადლობელი ამ ადამიანის, ან ადამიანების, ვინც თქვენ ცხოვრებაში შემოიტანეს დაუშვოთ აი ესეთი ტკივილი, იმიტომ რომ ეს თქვენ გაიზარდეთ, თქვენ შეიცვალეთ, თქვენ ზოგმა დაიწყეს თავისი ნიჭის გახსნა და ეს ხანძლივი ურთიერთობა ვიღაცას ჰქონდა ცოტა მტკივნეული, მაგრამ შედეგებიანი თქვენ აქ რაღაცა გახსენით თქვენს თავში, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან და ამიტომ მე ყოველთვის მაგას გეუბნებით, პარტნიორს კი არ უნდა ლანძღოთ, პარტნიორს უნდა უთხრათ მადლობა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთან ვინც შემოდის, ტყილა უბრალოდ არავინ არ შემოდის, ყველას აქვს თავისი მისია, ხო? თუ ჩვენ ახლა ესეთი კუთხითაც შევხედავთ, უფრო მალე მივიღებთ შედეგს რა. თუ ჩვენ ახლა აი ასე აქ შეიძლება დიდი ხანი დაგჭირდა თქვენ იმისათვის, რომ თქვენ დაუშვოთ მისულიყავით იმ დონეზე, რომ მოდი კიდე სხვა მხარესაც შევხედო რა, იმიტომ რომ მხოლოდ ისე იჯდე და მარტო იფიქრო რა, აი ვინ არის, რა არის, რა ესეთი უარგისები, ყველა ერთნაირები, იმიტომ შემოდიან, რომ შენ ესე იგი რაღაცა გაქვს პროგრამა და სამუშაოებელი, რომელსაც შენ ვერ აგნებ, ან არ გინდა რომ მიაგნო და ამის გამო მოდიან სხვადასხვა ადამიანები, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ პარტნიორი, ეს შეიძლება ისედაც ადამიანები შემოდიოდნენ, ვინც გტკენენ გულს, მაგრამ აი თუ შენ ღრმად არ ჩაიხედავ, შენ ვერ მიხვდები, იმიტომ მილიონჯერ ვამბობ და კიდევაც ვიტყვი,
მივიტყვი ჩემთან კონსულტაციაზე ვიყენებ ყოველთვის თქვენი ბედის მატრიცას რისთვის იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ ნამდვილი მიზეზები ანუ რა პროგრამებით მოვიდა თქვენი სული იმისათვის რომ თქვენ გაიზარდოთ, შეიცვალოთ რა და სიტუაციებს ადამიანებსაც გვიგზავნიან ჩვენ მაგისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ ეს ვიპოვოთ, დავამუშავოთ და უფრო კარგად ვიცხოვროთ და ამიტომ აქაც იყო თქვენთან გამოგზავნილი თქვენი ვარსკვლავთა ოჯახიდან ისეთი ადამიანი, რომელმაც თქვენ მოგეხმარათ ამაში. კი მწარე იყო, კი მტკივნეული იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაკვეთილებით თქვენ ძალიან კარგად ისწავლეთ და შედეგიც მიიღეთ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, როგორი იყო მის შემოსვლამდე, როგორ შეიცვალა და ის მომენტები, რომელიც თქვენ გაძლევდნენ აი ამ ტკივილს და იმას თქვათ დარდს, ხო? ეხლა დღეს რა კარგი რა შედეგი გაქვთ თქვენ. და მადლობა უთხარით პირველ რიგში იმ თქვენს პარტნიორს, რომ შენ რო ეგეთი არ ყოფილიყავი, მე არ ვიქნებოდი დღეს ის ვარსკვლავი, ვინც მე დღეს ვარ. მიხვდეთ? მოდით ეხლა კითხვები დავუსვათ ჩვენ. ტაროს და ვკითხოთ ეხლა. აი, ნახეთ. აჰა, ეხლა ეს თქვენი პარტნიორი, მე მგონი მაგასაც დაუბრუნდა. ის რაც თქვენ ეხლა მოგაყენეთ. ნუ ხარ არის, იცით, ამოცანები კი აქვს ეხლა იმ პარტნიორებს, რომელიც შემოდიან ჩვენთან, მაგრამ ზოგი ეხლა კი შეიძლება გადაჭარბებულათაც იქცევა. თან ეხლა ისე ხო არ არის, რომ მართლა ეხლა ადამიანი თქვენთან, ეხლა ნახეთ, დააკვირდეთ ეხლა ადამიანი როცა შემოდის თქვენთან, ხო? ანუ შეიძლება თქვენს და ქალს საერთოდ არ მოსწონს და ან თქვენ ღმერთო იმ ადამიანებს, ვინც არის თქვენს ირგვლივ თქვენი არჩეული, ხო? მაგრამ თქვენ კი მოგწონთ და გიყვარ იმასაც იგივე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ორივენი შემოხვედით რაღაცისთვის ურთიერთობაში რა. მაგრამ არის ზოგჯერ მომენტები, რომელიც ეხლა მანაც უნდა დაამუშოს თქვა ჯერ მე დაგეხმარები, მე თქვენ ეხმარებეთ, მიხვდით? აი ეს ასე მუშაობს პრინციპში რა. მოდით ნახოთ ეხლა რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, აი უეცრად ასე რომ ვთქვათ. რა სფერო საერთოდ განიცდის ამ მკვეთ ცვლილებას, რომელ სფეროში მოხდება ეს უფრო თქვენი ცვლილება. რაში იქნება მთავარი გარდატეხა, ესეც ვნახოთ. ვნახოთ რა ახალი და მოულოდნელი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. როგორი მოქმედებს ეს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. და ისეც ვნახოთ, რომ რისთვის გამზადებს თქვენ სამყარო ამ ცვლილებებით. ისეც ვნახოთ. так, მე ვნახავ, ხო არა კარგად ჩანს, რომ მე იმას ავქნა, რა ქვია, კი ბატონო. так, დღეს ეს დასთა. ნუ სწავლობთ, ხო ხედავთ, რაღაც კაი რამეა. დავიწყოთ ახლა, ანუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან უეცრად, რა წავა. უეცრად წავა ის, რაც თქვენ გულს გტკენდათ. თუ დაუშვათ, ეხლა, უეცრად კიდე მიდის ის გაუგებრობა, მიდის ზოგისთვის შეიძლება თვითონ ადამიანი გოგობა არ შეგეშინდეთ. თუ დაუშვათ, უეცრად თქვენი პარტნიორი გავიდა თქვენი ურთიერთობიდან. კი მტკივნეულია, მაგრამ ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის რა. უბრალოდ ეს არის, რომ ჩვენ ახლა გვიჭირს, რა თქმა უნდა, ადამიანთან შენ როცა ხარ, რაღაცა შენ გაგრძნობები და მიჯაჭვლებები და რაღაცები, მაგრამ აი აქ არის როგორ მიდის ის, რაც თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ, ის რაც უკვე თქვენზე, მოდით ასე ვთქვათ, არ მუშაობს, ეს ასეა საერთოდ და ნამდვილად ეხლა აბა მოდით ვნახოთ, აი რაღაცა განცდები, რაღაცა ის, რაც უკვე აღარ გჭირდებათ, რა მიდის, ხო. რასაც თქვენ არ გახარებდეთ, მოდით ასე ვთქვათ, რაც უკვე თქვენ გამოიარეთ, რასაც უკვე ემოციები, ის ემოციები, რომელიც უკვე არ მუშაობს, იმიტომ რომ თქვენ ნახat აქაც დასის ბოლოში არის განდეგელი, თქვენ რაღაცა გაძლიერდით რაღაცაში, გაიგეთ და გამოდიხართ უკვე იმ მდგომარეობიდან, რასაც თქვენ გართმევდა ძალას, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? რასაც თქვენ ენერგიის ტყუილა აქცევდით რა, რომ ვიტყვიან რა. აი ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან.
უეცრად. ნახოთ ეხლა რომელ სფეროს ეხლა უფრო შეეხება ეს ყველაფერი, რომელ სფეროს შეეხება. სხვათა შორის შეიძლება ნუ აქ ეხლა ორ ვარიანტს კი ვეთქვი, მაგრამ უფრო მეტად ვეთყოდი სხვათა შორის შეიძლება იყოს ეს სამუშაო თემა, ახლა ოჯახური თემა. ნახოთ ეხლა, ნუ თქვათ, მაგრამ არა, აქ ემოციები არა, აქ სფერო არის უფრო ვეთყოდი სამუშაო თემებში რა, რაღაცა შეიძლება აქაც თქვენ ნახეთ მომენტი როგორი იყო. დაუშვოთ თქვენ აი მაგალითს გეუბნებით, მაგალითს ნახეთ. დაუშვოთ თქვენ აი აქ, იმიტომ რომ აქ თასები, ემოციები, ხო? ემოციები, რომელიც თქვათ, გქონდათ რომელმაც მიგიყვანა თქვენ იქამდე, რომ თქვენ ჩაიკეთეთ და დაიწყოთ თქვათ ეს საკრალური ცოდნის მოპოვება, ეს არის აი 99% საერთოდ ეზოტერიკოსების, ასე რომ ვთქვათ, მოდიან უშუალოდ თავისი ურთიერთობებიდან. ანუ იქ ხდება რაღაცა მომენტები, რომელიც თქვათ ის გულის ტკენა იქ რაღაცა მაძებნინებს მე ინფორმაციას კიდე უფრო მეც, რა ხდება, რა მჭის, რატო მემართება ეგ რაღაცები, ადამიანი ეძებს ინფორმაციას და მერე უკვე ნუ დაუშვოთ ზოგი ასტროლოგიაში მიდის, ზოგი თქვათ ნუმეროლოგიაში, ზოგი ტარო, ზოგი ყველაფერში ერთად და ანუ იმისათვის რომ პირველ რიგში მე მოვიპოვო ჩემი თავი, ხო? მე დავიხმარო ჩემს თავს. მერე უკვე თითქმის ისევ 99%-ს იმ ადამიან მიდიან რა, მე ჩემს თავს დავეხმარე, მე გავარკვიე ყველაფერი, მე მივხვდი რაცაც მე მჭირდა და ეხლა მე მაქვს სურვილი რომ დავეხმარო სხვებს. და აი ეს არის ყველაზე კარგი ბიძგი, ხო? და უკვე თვითონ დაუშვათ, ან კონსულტანტი ხდება, ან თქვა დამხმარე პროფესიას ირჩევს და ასე შემდეგ. ნუ ეს შეგიძლიათ მაგალითი გადაეტანოთ თქვენ ნებისმიერ სფეროზე. მე უბრალოდ გეუბნებით ამ სფეროზე, რაშეც თქვათ, ძირითადად მუშაობ, რომ როგორ ხდება ეს პროცესი და ამიტომ აქ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ აქ თქვენი სფერო, იმენა სამუშაო სფერო იქნება აქ უფრო ცვლილებადი რა, ცვლილებას მიიღებთ უფრო აქ, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ მე მინდა რომ დავეხმარო ახლა სხვებს. ნუ მოდით ნახოთ ახლა კიდე უფრო მეტად კონკრეტულად, ხო? так, მე აქ გადავაჭარბებ, კი. გადასრულდება. არჩევანის წინ დადგებით თქვენ, რომ აი ნახეთ, აქ რაღაცა ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენ მაგას არ იყენებთ, ეხლა თქვენ ნამდვილად უკვე გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ მინდა უკვე მე ყველას უკვე დავეხმარო, ყველას მოვუყვე იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება არის გაჭირვებული სიტუაციაში, ვისაც სჭირდება ჩემი დახმარება, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცები გავიარე, მე ბევრი რაღაცები ვისწავლე, მე უკვე ვიცი სიტუაცია რას ნიშნავს და კარგვა, მე ვიცი რას ნიშნავს თქვათ ახლა რაღაც მომენტები, მზად ვარ იმისათვის, რომ მეც ახლა უკვე გავაგებინო ადამიანებს, რომ აი მაგ რაღაცა ცოდნა და შემიძლია დაგეხმაროთ. ნუ აქ ეგეთი ინფორმაცია, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი სამუშაო სფეროში უფრო მიდის აქ ცვლილება თქვენთან რა. ნახოთ ახლა რაში იქნება მთავარი გარდატეხა. ემოცია, სიყვარული. ეხლა ნახეთ, დასების ტუზი, ხო? რაში იქნება? აი ზუსტად ეხლა აი თუ დაუშვათ სამუშაო სფეროს ჩვენ ავიღებთ, ხო? აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ეხლა აი აქ ზუსტად ეს სურვილი გაიზრდება თქვენში, როცა მე მინდა, ანუ მე თვითონ რომ აი ჩვენ საერთოდ რითი შეგვიძლია საერთოდ ადამიანებს გავუზიაროთ, თქვათ, ჩვენი რა შეგვიძლია გავცეთ, მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვაქვს. აი აქ ადამიანი აი ჩემთან კურსზე მაგალითად, როცა უკვე მართლა ისწავლენ დავის ტრანსფორმაციას რო გაივლიან, ხო? იმდენად არიან თვითონ, რომ აი მინდა სხვებსაც დავეხმარო, ხო? ისევ მაგალითს გეუბნებით, გამიგეთ თქვენ უკვე, ხო? და აი აქ ზუსტად ნახათ რა ხდება. მე თვითონ რო ვიცი, მე ვიპოვე რაღაცა, ვიპოვე და ხალხო მინდა თქვენს გაგიზიაროთ რა. ანუ უკვე ბედნიერებისგან, სიუხვისგან მე
მინდა უკვე რომ დავეხმარო ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ მე თვითონ ბევრი რაღაცა ვისწავლე, მე უკვე გავხდე, შეიძლება ზოგი ვაფშე პროფესიონალიც გახდა თავის საქმეში და მე უკვე მინდა რომ ყველას გავუზიარო ეს სულ ყველაფერი, ეს ბედნიერება. მიხვდეთ, მე მინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი, ხო? მე თუ არ უბედური, მე რანაირად უნდა ადამიანებს დავეხმარო, მითხარით რა, რანაირად. მე თუ ვარ თვითონ შევსებული ბედნიერებით, მე თუ ვიცი რომ რაღაცა აი მეტი უკვე იმაზე ვიდრე ადრე ვიცოდე, ეხლა მე მინდა გავუზიარო ეს ჩემი ბედნიერება სხვებსაც, მიხვდით? აი ეს ძალიან დააკვირდეთ ახლა გაშლას, ახლა შეიძლება ზოგი იტყვის რომ არც სწავლობდა, არც არაფერი არ მინდა და ასე ვერც უყურებს ამ გაშლას ასე წელი. რა, ამიტომ ეს არის უფრო ეს სფერო. პლუს კიდე მეორე ვარიანტი აქ არის კიდე. შეიძლება მთავარი მომენტი იქნება აქ თქვენს პარტნიორთანაც შეიძლება თქვენ ბევრს მუშაობდეთ დაუშვათ, ხო? შეიძლება თქვენს თავზე, ხო? და ამიტომ აქ შეიძლება იყოს ისეც, რომ თქვენ დაუშვათ აქ სხვანაირად შეხედავთ, მაგრამ უფრო პირველი ვარიანტი არის, რაც მეკითხარით თქვენ რა. ნახოთ რა ახალი მოვა თქვენთან მოულოდნელად, რა ახალი რა მოვა, ახალი მოდის აქ რა. ძალიან საინტერესო, სხვათა შორის ახალი რა. აი მოდით ახლა იმ ვერსიას დაუბრუნდეთ, თუ დაუშვათ თქვენ დახმარება გადაწყვეტეთ, აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთან მოვლენ ახალი კლიენტები. კიდე აი რა ახალი მოვა მოულოდნელად. ახალი შესაძლებლობები. სხვათა შორის 21 არკანი ის როცა დაუშვათ შენ ახალი თქვათ არასოდეს არ მუშაობდი ინტერნეტში და ეხლა კი უნდა გავიდე ინტერნეტში და იქ უნდა უკვე შევთავაზო ჩემი თქვათ ეხლა დაუშვათ ეს პროფესიონალური თემა, იმიტომ რომ აქ ადამიანს უჩნდება სურვილი რომ უკვე დაეხმაროს იმ თავისი ცოდნით სხვებს გაუზიაროს თავისი ცოდნა, მიხვდეთ? არა აქ მოდით თქვათ მნიშვნელობა რისე. მე მიყვარს ის რითიც ვარ დაკავებული, მე მომწონს, მე გავხდი პროფესიონალი, მე ბევრს მუშაობდი, ეხლა მე მინდა რომ ამაზე უფრო მეტი ადამიანი გაიგოს, ხო? ანუ ამიტომ აქ შეიძლება ზოგი მიდის თქვათ და უკვე იწყებს თქვათ ინტერნეტში მუშაობას. კიდე ზოგს შეიძლება მასშტაბირობა მოგინდება თქვათ ერთი მაღაზია გაქვთ, სიტყვაზე მოგინდათ ორი მაღაზია, 3, 5, 6. თუ დაუშვათ ახლა კიდე გაფართოვება არის, ინტერნეტზე გითხარით შეიძლება ზოგი ვაფშე მიიღებს თქვათ ახლა თავისი ცოდნა იმდენად უკვე აქ ამაღლა რომ შეიძლება მიიღოთ რამე სამსახურის თემაში ის თემა რომელიც თქვენ გიყვარდა მოგწონთ, იქიდან შეიძლება მიიღოთ თქვენ რამე გრანტი, ან მიიღოთ რამე შეთავაზება უცხოელ პარტნიორებისგან, ეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ ის რომ აქ თქვენ ნამდვილად იქნებით აღიარებული, ზოგი შეიძლება ვაფშე მიიღებს თქვათ სრულიად მოულოდნელად ახალი თქვათ სიტყვაზე თქვენ დაუშვათ ახლა გიცნობდეთ მარტო რაღაც აუდიტორია, ეხლა უფრო მეტი აუდიტორია შეიძლება შეგიცნოს, თქვათ დაინტერესდება იმით, რითიც თქვენ ხარ დაკავებული რა, ანუ მასშტაბირობა, მოდით ერთი სიტყვით ეს თქვათ, რომ აი უფრო ცნობილი, უფრო მასშტაბური, უფრო აღიარებული, უფრო წარმატებული, უფრო საჭირო. აი ეგეთი რაღაცა აქ არის რა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეიძლება თქვენ თვითონაც აი დაუშვათ სიტყვაზე სრულიად დადეთ თქვენ ერთი ვიდეო YouTube-ზე სიტყვაზე და თქვენ საქმიანობას და უცბად ავარდა თქვათ, გავარდა თქვენი თქვათ ვიდეო და იმდენი მაყურებელი თქვათ ახლა მოიზიდოთ რომ სულაც არ ველოდებოდით თუ მასეთი იქნებოდა მასშტაბირობა, ან შეიძლება თქვათ ახლა ერთ ენაზე მუშაობდეთ, მეორე ენას დაამატეთ თქვათ და ანუ უცხოელებთან დაიწყეთ მუშაობა, ასე შემდეგ რა, აქ ძალიან ისეთი მაგარი რაღაცა არის რა. ნახოთ ახლა ეს როგორ იმოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაში, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შინაგან, ძალიან გახარებული იქნებით თქვენი სული, აი იზეიმებს ხსიანით ასების ნახეთ რომ აი აქ ნახე რაც იყო თქვა ჩაფიქრებული სულს აი შენ ეს უკვე განახორციელე რა იმიტომ რომ სულის ამოცანა მე რაც ვამბობდი ხო წეღანაც რა რომ ანუ რაც შენ გაქვს ხა ჩაფიქრებული აუცილებლად სული გეტყვის რომ ყოჩახ შენ
გააკეთე ის, რაც ჩვენ მქონდა ჩაფიქრებული, რისთვისაც მე მოვდიოდი. ანუ ეს ნახე, შენი აღიარება, იმიტომ რომ შენ თვითონ გაბოროტებული არ ახარ პირველ რიგში, შენ მოიპოვე სხვათა შორის, აქ ძალიან მაგარი კიდე რა. შეიძლება ზოგი ისწავლებს, გაიგებს რას ნიშნავს უანგარო სიყვარული. აი ეს უანგარო სიყვარული, რომ მე მინდა, იმიტომ რომ მე იმდენად თვითონ შევსებული ვარ, რომ უკვე შემიძლია გავუზიარო და ეს არის, თქვენი სულის ამოცანას, ხო? აი აქ ნამდვილად შევასრულებთ, რომ იტყვიან რა, სული იზეიმებს, გეტყვის რომ ყოჩახ, შინაგანად იქნები ძალიან კმაყოფილი, უსმინეთ თქვენ სხეულს, აი დაუშვათ რამე ახალიც რო გინდა დაიწყოთ, უთხარით თქვენ სხეულს, აი როგორია, რანაირად, აი ეს მე რას მასწავლებს, თუ შეიშმუშტა თქვენი სხეული, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არ არის შენი, თუ შენი გული მღერის, სული მღერის, ესე იგი ეს ნამდვილად ის საქმე, რითიც უნდა იყოს შენ დაკავებული და ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად შენ მოგიტანს სიკეთეს და აქ ნახეთ, სული ზეიმობს, ყოჩახ, მაგარი ხარ, შეხედეთ პროსტა როგორი არკანი არის აი აქ, ხო? მომეწონა აქ ექვსიანი პენტაკლები, ბამბატიე თასების რა. და ვნახოთ ახლა ესე იგი რისთვის ამზადებს ახლა თქვენ სამყარო ამ ცვლილებებით, რისთვის ამზადებს, დიდი ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, აღიარებისთვის და აქ თქვენ ცხოვრებაში იქნება წინსვლა, აქ თქვენ ცხოვრებაში იქნება ბედნიერება, აღიარება და ნამდვილად დიდი წარმატება. პრინციპში გაშლაც ეგეთი არის რა, აქ ახლა ყველაფერზე, თავიდანვე გვითხრეს, რომ უფრო პროფესიონალური თემა, იცოდეთ ერთი რაღაცა, მე კი ძალიან გული მწყდება, როცა აი ბევრი ადამიანი არ უყურებს გაშლას ფინანსებზე, პირად დანიშნულებაზე, ხო? კი, ვდებ ხოლმე და რაღაცა, მაგრამ იცოდეთ ერთი რაღაცა. ჩვენი ბედნიერება იწყება იქიდან, როცა ჩვენ ვართ თვით რეალიზებული, ხო? თუ აი რატო არის ეს მომენტები, როცა პარტნიორთანაც პრობლემები და ასე შემდეგ, როცა შენ არა გაქვს ის საქმე, რომელიც შენ გახარებს, ის საქმე, რომელიც შენ გაღვიძებს, ის საქმე, რომელიც შენ ბედნიერებას გაძლევს, როცა შენ იღვიძებ, ხო? იმიტომ რომ შენ როცა ხარ თვითონ აი ინტერესიანი დაუშვოთ, ხო? შენ თუ ხარ თვითონ ისეთი ადამიანი, რომელიც სულ იმაზე ფიქრობს, კიდე რა შემიძლია ესეთი გავაკეთო, რომ მეც ბედნიერი ვიყო, სხვასაც გავაბედნიერო, აი გეუბნებით, რომ არც პარტნიორს სჭირდება და არც არავის პრობლემებიც იქიდან იწყება. პარტნიორი ახლა თავისი საქციელით გიბიძგებს რაღაცისკენ. შენ არა. აი როცა შენ თვითონ აი ასე შევსებული ხარ, ყველაფერი გამოსწორდება, იცოდეთ, აბსოლუტურად რა. უბრალოდ დრო სჭირდება, რა თქმა უნდა, ყველაფერს, იმიტომ რომ აქ ადამიანმა ძალიან დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რომ მაგ დონემდე მისულიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში თვით რეალიზება როცა შენ გაქვს, აღიარება როცა არის, შენ როცა შედეგი გაქვს ძალიან მაგარი იმ საქმიანობიდან, რასაც შენ აკეთებ, ხო, იმიტომ რომ შენ სიკეთე მიგაქვს ხალხისთვის, ხო, შენ საჭირო ხარ. აი ნახეთ რა ენერგიაში ხარ, მე მიყვარს ჩემი თავი, მე მიყვარს სამყარო, სული გეუბნება ყოჩახ, სული გეუბნება მაგარი ხარ, ხო? და რა თქმა უნდა, ყველაფერი, ყველა სფერო მე ლაგდება, იმიტომ რომ მე ვარ კარგად ვარ. ამიტომ მე ეს კარგად რო ვარ, მე თქვენს შემიძლია მოგცეთ დაუშვათ კარგი ენერგია. თუ მე არა ვარ კარგად, აი ნახეთ, მიდის ეს თქვენი მდგომარეობა თქვენი ცხოვრებიდან და მაგ მდგომარეობაში ფიქრობ თქვენ, რომ აი რო შემოვა ჩემ ცხოვრებაში, თქვათ მამაკაცი, რომელიც თქვათ ქალი, გააჩნია ვინ უყურებს, ხო? მაშინ მე ვიქნები ბედნიერი. არა, შენ თუ შინაგანად არ შექმნი ბედნიერებას, ხო? შენ თუ შინაგანად იქნები აი ესე გაბუტული, ხო? არაფერი არ იქნება, დამიჯერეთ რა, დამიჯერეთ. იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი შენს თავზე იმუშაო, იმას არ მიუშვირო თითო, რომ შენი ბრალი, შენ ახარ ესეთი, არა. და აი ეს მომენტი, რომ ჯერ მოვიდეს და მე არა, ჯერ გახდე და მე დაინახავ, რომ ის კარგი პარტნიორით შემოვა, ის სამსახური, ის ყველაფერი აბსოლუტურად თვით რეალიზებაზე იფიქრეთ რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან, იმიტომ რომ ეს არის აი
თაო და თაო რო იტყვიან რა ძალიან თავში რო არის. всё ჩემო ლამაზებო, მე ვფიქრობ ძალიან კაი გაშლა არის. მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, თქვენი ლაიკების, თქვენი კომენტარებისთვის. აი მართლა უზომოდ მავსებ თქვენ, იმიტომ რომ მე თქვენთვის ვაკეთებ ამას და აი ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც წერთ კომენტარებს, დონატებს ვინც მიგზავნით, ძალიან დიდი მადლობა და თქვენი სიყვარულისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩემო კარგებო.